საქართველოში წინა სასკოლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. საგანმანათლებლო პროცესის სკოლების უმეტესობაში 15 სექტემბრიდან აღდგება შესაბამისად, ოჯახებმა ამობისთვის ფინანსური ხარჯების გაღება უკვე დაიწყეს. მშობლები, რომელთან გასაუბრებაც მოვახერხეთ, გვეუბნებიან, რომ თავიანთი თვიური შემოსავლის მინიმუმ 30-50% სწორედ შვილის სკოლისთვის მომზადებაში ხარჯავენ. აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ წელს საკანცელარიო ნივთები, წიგნები თუ სხვა აქსესუარები წინა წლებთან შედარებით გაძვირებულიცაა. Paulis 50% წავიდა ამ ყველაფერში. თვიური შემოსავლის საკანცელარიოების ჩათვლით აი დასაცმელი და ყველაფერი რაც სკოლისთვის არის საჭირო. ბევრად გაძვირებულია ყველაფერი, საკანცელარიოს ჩათვლით ყველაფერი გაძვირებული რა 50%-ით ალბათ. სკოლა სამზადისის დროს დაახლოებით ალბათ შემოსავლის, რა ვიცი, 30%, 40% ხარჯავთ. ხო არის გაძვირებული ბოლო პერიოდში ამ პროდუქტების ფასები, რაც საჭიროა ბავშვებისთვის. ყველაფერი გაძვირებულია ჩვენ ქვეყანაში და ინფლაცია მე თუ მკითხავ ძალიან სერიოზული. დაახლოებით რამდენ პროცენტს ხარჯავთ შემოსავლისას ამ სამზადისში? აუ ბევრს. ანუ 100 და რო ვთქვა 80 ალბათ. ეს თვიური შემოსავლის ანუ აი ერთ თვეში სკოლისთვის თითქმის კი. და რა სჭირდება ბავშვს უფრო მეტად? აი საკანცელარიოში მიდის ძალიან ბევრი ჩანთაში რა თქმა უნდა. ფეხსაცმელი, ტანსაცმელი სავალდებულოა. ანუ ერთ ფორმა რო არ აქვს და ყოველთვის სხვადასხვა უნდა შეურჩიო. წინა სასკოლო სამზადისის ხარჯების ზრდა ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის ერთ-ერთი ცხადია სახელმძღვანელოების ღირებულების გაძვირება. როგორც გამომცემლობა ინტელექტში გვეუბნებიან, წიგნის გამოცემის ღირებულება წლიდან წლამდე იზრდება და მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ფასი მინიმალურად გაზარდონ და ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადონ, მცირედი კორექტირება მაინც უწევთ. ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ფასი, რომ ხელმისაწვდომი იყოს მოსწავლისთვის, მშობლისთვის, მისი შეძენა. თუმცა რთულია, ხშირად რთულია ამ ფასის შენარჩუნება, იმიტომ რომ წიგნის ფასი დამოკიდებულია მის თვითღირებულება, ხარჯი წიგს. წიგნის ხარჯი იზრდება ყოველწლიურად, იმიტომ რომ გაზრდილია იმ მასალების ფასი, რისის საშუალებითაც წიგნის ტირაჟირება ხდება. მე არ ვსაუბრობ ამ წუთში წიგნის შინაარსობრივ მომზადებაზე, წიგნის დაკაპედონებაზე, დიზაინზე, ხატრობაზე უამრავი კომპონენტია წიგნი ტირაჟირებისთვის რომ მომზადდეს, რა პროცესსაც გადის წიგნი. ამ წუთში იმაზე არ ვსაუბრობ, აი მხოლოდ ტირაჟირებისთვისაც კი ვერ ვახერხებთ რომ შევინარჩუნოთ ფასები. მიუხედავად ხარჯების ზრდისა, იმ კომპანიებში, რომლებიც წიგნების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა ინვენტარის რეალიზაციით არიან დაკავებული, მომხმარებლის აქტივობა მაინც მზარდია. მაგალითად, ბიბლში გვეუბნებიან, რომ მომხმარებლისთვის შეღავათიანი პირობების შესაქმნელად წინა სასკოლო სხვადასხვა აქციებს აორგანიზებენ, რაც შემდგომში აქტივობის ზრდაზეც აისახება. დაიწყო ბიბლუსის ციებ-ცხელება, ეგ არის 1 სექტემბრიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტიური პერიოდი. შედარებისთვის შემიძლია ვთქვა, რომ წელს შეთავაზებები გაცილებით მეტი გვაქვს, ისეთი როგორიც არის ბანკის кэшბექი ან ფასდაკლების აქციები, თუმცა ზრდის მოლოდინზე რაზეც ვლაპარაკობთ, ალბათ უფრო მეტი გქონდა. ძალიან გვეხმარება ის, რომ 5 დღიანი TBC-ის кэшბექი გვაქვს 1-დან 5 რიცხვის ჩათვლით და ასევე საქართველოს ბანკის სოლოს кэшბექი გვექნება 6-7 რიცხვში და ლიბერთის 9 რიცხვში. ეს ჩვენთვის არის ხოლმე და ჩვენი მომხმარებლისთვისაც ძალიან სასიამოვნო ჟესტი, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ თითქმის 40%-იანი და ცოტა მეტიც ხანდახან ფასდაკლებაზე დამატებული кэшბექით ისარგებლონ. მომხმარებლის აქტივობას ამჩნევენ სულაკაურის გამომცემლობაშიც, აქ ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით მასშტაბური ზრდა არ ფიქსირდება, მაინც ტენდენცია დადებითია და მომდევნო კვირიდან კიდევ უფრო მეტ აქტივობას ელოდებიან. ყოველწლიურად მთელი სექტემბრის განმავლობაში სულაკაურის გამომცემლობაში იზრდება მოთხოვნა ჩვენ საგანმანათლებლო რესურსებზე. წელსაც უკვე გაყიდვები დაიწყო როგორც ყველა ფილიალში, ასევე ჩვენს ონლაინ ვებგვერდზე. წინა წელთან შედარებით რაღაც საგანგაშო ზრდა ჯერჯერობით არ აღინიშნება, მაგრამ ველოდებით მოთხოვნის ზრდას უკვე მომდევნო კვირიდან 8 სექტემბრიდან, როცა კერძო სკოლებში გააქტიურდება სასწავლო პროცესი და 15 სექტემბრიდან, როცა უკვე ყველა ბავშვი დაუბრუნდება საკლასო ოთახს. დაინტერესება ძალიან დიდია ჩვენი ახალი საგანმანათლებლო რესურსების მიმართ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ფაქტია. და რა თქმა უნდა, წინა სასკოლო სამზადისი საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიებში გაზრდილი აქტივობის გარეშე ვერ ჩაივლის. კომპანია GTEC-ში გვეუბნებიან, რომ გასულ წელთან შედარებით აქტივობის ნაწილში მცირედ ზრდას უკვე ამჩნევენ. პროდუქციის ღირებულებას რაც შეეხება, ამბობენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველა ბრენდში ტანსაცმლის ფასის ზრდას თავი აარიდონ.
გასულ წელთან შედარებით მცირედი ზრდა გვაქვს ჩვენის მხრივ ერთგულ მომხმარებლებს საბავშვო ხაზის მიმართულებით საუკეთესო არჩევანს ვთავაზავთ. მაგალითის ის კიაბის ბრენჩი, რომელიც წელიწადნახევარია საქართველოში წარმატებით ოპერირებს. საასკოლო სამოსის ღირებულება 9 ლარიდან იწყება. OVS-ში წარმოდგენილი გვაქვს თანამედროვე მოდელები და ხარისხის საუკეთესო არჩევანი. ტერანოვაში ხელმისაწვდომი ფასი და თანამედროვე სტილის მოდელები, ხოლო მატალაში მაგალითად ბრიტანული ხარისხის დიდი ასორტიმენტი. ჩვენთან საფასო პოლიტიკა უცვლელია. ფასები დამოკიდებულია იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებაზე და კურსის ცვალებადობაზე და მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ხელმისაწვდომი ფასი და საუკეთესო ხარისხი. სხვა ბიზნეს კომპანიებთან ერთად რა თქმა უნდა, რომ ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილი სასკოლო ბაზრობებია. ეგრეთ წოდებული ვაგზლის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით, სადაც მოვაჭრეებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მომხმარებლის რაოდენობა წლიდან წლამდე უმცირდებათ, რასაც მომხმარებლის მაღაზიებში გადანაცვლებას უკავშირებენ.